ახლა აქ ჩვენ საუბრობდით ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელიც პრინციპში იმ პარტიის ლიდერია, რომელიც აპროტესტებს ქუჩაში მწვავედ, სხვადასხვა ესეთი რადიკალური ფორმით თვითონაც ამბობს ამას პროცესს თქვენ პარტიასთან ერთად. მას ჰქონდა მძიმე პროგნოზი ივანიშვილისთვის, თუკი ის არ გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას. თქვენი პროგნოზი როგორია? აი ამ სიმძიმეებთან დაკავშირებით, რა არის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სცენარი ნაციონალური მოძრაობის ხედვით. დიახ, მოგესალმებით, მე მგონი ყველაფერი გავიგე. დიახ, მე პირველივე დღესვე გამოვთვლი ჩემი მოსაზრება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ იგივე აზრზე ვრჩები, არამედ კიდევ უფრო ბიზნეს ევანიშვილისთვის არასახარბილო ფიქრები ვეშლება და პროგნოზებს გავაკეთებდი მაგალითად. წარმოუდგენელია, რომ ამ ვითარებიდან თავი დააღწიოს ივანიშვილი იქნებოდა ეს პეტრიაშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანი, ვისაც ძალაუფლება ექნებოდა ხელში, უბრალოდ ამ სპირალიდან ვეღარ გამოვა გამარჯვებული. წარმოუდგენელი ადამიანი, რომელიც ვეღარ სარგებლობს ავტორიტეტით, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით როცა ვამბობ, გულისხმობ ასევე გუნდის მის გუნდსაც კი. ხო, ხა თუ კი რაიმე ჯერ კიდევ გააქვს თავი, ეს არის არამისი ავტორიტეტის ძალაუფლება, ხო, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ხო, არამედ უბრალოდ ძალაუფლების ავტორიტეტი, ანუ ძალა რახანა აქვს, იმიტომ კიდევ ვიღაცები გუნდში ანგარიშს უწევენ შიში და არა უბრალოდ რომ აი დიდი ადამიანი, მეცენატი, მმართველი და შემდეგ, ხო, რასაც აღწევდა კიდევაც მისი ავტორიტეტი სხვა ჯგუფებში და ნუ ისახდებოდა ბევრი რამ, როგორც მას სურდა. ახლა ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გაბანკროტებული და ეს არ შეიძლება რომ მას არ ესმოდეს, სანაკად ესმის. მეცაც დავამატებ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ მარტივი გათვლა ჰქონდა რა, არ ვიცი, გულუყულო ადამიანი არ ამგონია ჩანდეს, უბრალოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანია, რომელსაც ერთადერთი რაღაცა იმედი ჰქონდა, რომ იქნებ ელჩებს საერთაშორისო საზოგადოებას, პარტნიორებს მარტივად დავაჯერებ, რომ მართლაც მე მინდოდა, მაგრამ მაჟორიტარებმა ჩამიგდეს. ბატონიკა, აი აქ ჩვენს არანაირი ორი, დიახ. მესმის ჩვენს წინა რესპონდენტთან საუბრის დროს აი ამ ჩვენმა მსჯელობამ შემოიტანა, ასე ვთქვათ, ეს თემა და მე თქვენც მინდა ახლა კითხოთ აზრი. აქ იქნა ნახსენები ინტერვიუს დროს იანუკოვიჩი, ასევე მაიდანი. თქვენ ხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ ხელისუფლების ნაბიჯებმა, როგორც ჩვენი წინა რესპონდენტი ამბობდა, გააჩინა საფრთხე იმისა, რომ რაღაც დრამატული მოვლენებისკენ არ წავიდეთ. მსგავს საფრთხეს თქვენ ხედავთ ახლა საქართველოში აი ამ პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე. იცით, ყველაფერი მე რა თქმა უნდა, ხა ერაფრით ვერ გავხდები ხა ბიძინა ივანიშვილის ფიქრების და შიშების ამღწერი, ხო, დიდწილად, თუმცა ბუნებრივია მას თქვი აკი ზემოთ, რომ ერთადერთი დარჩა უბრალოდ ძალის ავტორიტეტი, რობოკოპები, სპეცნაზი, დანარჩენი მას უკვე ჩამოენგრია, ხუხულასავით დაენგრა, ძალიან ნერვიულობენ ხალხს, აი ყველა ქართული ოცნების მოლაპარაკე თავი, როგორცაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე, ხო, ანუ ეს ლიდერი ეგრეთ წოდებული. ისინი სინამდვილეში არანაირ პოლიტიკოსებს არ წარმოადგენენ, არიან უბრალოდ რომელიღაც აი ჩავთვალოთ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. აი ნებისმიერ ქართული ოცნების ლიდერი ვის ლაპარაკობს. ისინი როგორც პოლიტიკოსები კი არ საუბრობენ, ხა საინფორმაციო გამოშვების წამყვანს კი არ ვაკნიებ, რა თქმა უნდა, პირიქით, მაგრამ აი თქვენ ხართ, ხო, ან თქვენი კოლეგები, ისინი სოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აშუქებენ, მე ედიტორიალი აქვს ზოგადად, თავის მოსაზრებებს, ასე ვთქვათ, აცნობს საზოგადოებას. ესენი მხოლოდ აი პარტიაში იქ ერთი-ორი კაცი, რასაც იტყვის ძირითადად ერთი. იმ ამბებს მე უბრალოდ ასაჯარაოებენ, გამოვლენ, დადგებიან მედიის თანდასწრებით და საუბრობენ, ანუ მიყავთ ბიძინა ივანიშვილის საინფორმაციო გამოშვება. ისინი არ არიან თვითყოფადები, აი სადიჩინა, ხო, უარყოფითად ბიძინა ივანიშვილისთვის იმ შექმნილმა ვითარებამ თავის გუნდში, რომელიც თავიდანვე იყო, სადაც დაკომპლექტებული იყო გუნდი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დაცლილი იყვნენ პოლიტიკური კაპიტალისგან. აი ეხლა ხო ჩანს თვალნათლივ, რომ აი ხა არა პოლიტიკოსი აღარ შერჩათ რა.
დიდი პატივისცემის დაფიქსირების ხა ხალბატონი ენზელა მაჭავარიანი, ხალბატონი გუგული მაღრაძე, ანრი ოხანაშვილი, არ ვიცი მე აკაკი ზოიძე, ესენი პოლიტიკოსები არ არიან ხალხო. ესენი არიან უბრალოდ აი გამარჯვების ივანიშვილის გამარჯვების ტალღით შემოსულები პოლიტიკაში, რომელსაც ეხა ერთი დღე დიდ ნაწილს ერთი დღეს გაუყოვნებიათ მათი ცხოვრება, არ გაუტარებიათ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციაში. ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ ოპოზიციაში. არც ქუჩის აქცია იციან რა არის, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იციან რა არის, არც კრიზისი იციან რა არის, მიუხედავად უმეტეს არც კრიზისის გადალახვა იციან. ანუ შეუძლებელია რა, ეხა მე ექიმების ოჯახში ვარ, ეხა და აი მართლა ვერ და მამა ექიმი მყავს და ხვალ რომ მართლაც მთხოვოს რომ მის ნაცვლად, ანუ მამამ რომ თხოვოს, მის ნაცვლად მივიღო მე პაციენტები და უბრალოდ თეთრი ხალათი ჩამაცვას და ფონედოსკოპი ჩამოვიკიდო კისერზე, ხო? ბატონიკა, ნებისმიერი პაციენტი ვინც არ უნდა შემოვიდეს, გაგიჟდება. რა გაფიქრებინებთ, რომ ხელისუფლება აი ამ წნეხს ვერ გაუძლებს ხანგრძლივად, ან რაღაც პერიოდის შემდეგ ვერ გაუძლებს. აი რა არის ის ძლიერი მხარეები ამ პროტესტის, რომელიც მას მიიყვანს დათმობამდე? არაფერზე არ დგას, იდგა საწყის დღეებში ოპოზიციის თეორიულ დასაშვებ შეცდომებზე, იფიქრობდა რომ ალბათ ეხლა რამე სისულელე იქნებ გააკეთოს ოპოზიციამ, რომ მე აქცენტები თელს ასე ვთქვათ საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის გადავატანიო, რომ აი დესტრუქციული ოპოზიცია ხო ხედავთ აი რას აკეთებენ რა. ამ ანკეტს ჩვენ არ წარმოვეგეთ, ძალიან მშვიდად უკუყმანოთ, მაგრამ მტკიცეთ, ერთგვარად რაღაცა ლეგიტიმურ პროვოცირებასაც კი ვახდენთ პოლიტიკური პროცესებისა და კანონის დარღვევის ზღვარზე ვართ, ვინაიდან მაგრამ არ ვარღვევთ, სხვა გზა უბრალოდ ამ ადამიანმა არ დატოვა. ფსიქოლოგიური უპირატესობა პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მორალური ხო საერთოდ და ეს ყველაფერი ჯამში გარდაიქმნება პოლიტიკურ უპირატესობად. ეხა რობოკოპებთან ჩხუბს არავინ არ აპირებს ხო და არც პესნაძელებთან, მაგრამ ის რობოკოპების ადამიანები არიან, ეს თითქოს პოლიტიკოსები ბიზნესმენების გუნდის ადამიანები არიან. ეხა გვინდა არ გვინდა, ეხა ხო ზვიად მომწონს მე არ მომწონს, მას მომწონს არ მომწონს, ეხა ზვიად ძიზუგური არის პოლიტიკოსი, ხო? გამოვლილი აქვს ძალიან რთული ეკლიანი პოლიტიკური გზა, ხო? მან ყველაფერი კარგად იცის ქართულ ოცნებაში. ეხლა რა მოხდება? მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ნანახი აქვს რა ეს ფილმი. არ არსებობს აი როდესაც შენ პარტნიორი აღარ ხდება. რა მოხდება? და ყველა გაგვაერთიანა. ეხლა მეც ხო ვატყობ, აი ვახო. დამარცხება ბიძეთ და აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წამოსვლა. დათმობაზე წამოსვლა მოუწევს აუცილებლად და ეს დათმობა მისთვის იქნება რა თქმა უნდა პოლიტიკური ტრაგედია. ანუ ხელისუფლებას იგი დაემშვიდობება რა და რაც უფრო დროში გაწელავს, ანუ რაც უფრო ბევრი დღე დარჩება და რაც უფრო დიდხანს იქნება ხელისუფლებაში, უფრო მალე დაასრულებს რაც უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს. ბატონიკა, აქ ჩდება კითხვა. რა ბერკეტი აქვს ხელთ ივანიშვილს თქვენთან მიმართებაში თვითონ ოპოზიციის შიგნით? ხედავთ თუ არა საფრთხეებს, რომ შესაძლებელია ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც ასე გამოიყურება ხოლმე, როდესაც ერთად მოდის მწკრივში ან არის ლეიბორისტული პარტიის ოფისში, იქ შეიტანოს რაიმე ტიპის განხეთქილება. და თქვენ დარჩეთ მარტო და აი ამაზე იყოს ლაპარაკი, რომ ნახეთ ვინ დგას იქით, ვინ არის რადიკალიზაციით პროცესის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობა, მისი განაყოფი პარტია. ჩვენ დღესაც ხონდა, მე პირადად ხონდა რიგ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაცია, ხვალაც ვიკრიბებით. იმდენად მძიმე პოლიტიკური შეცდომა, პოლიტიკური შეცდომა დავარქვათ, კი ბატონო, ვეცდები ვიყო აკადემიური, რომ სხვა გზა არ დაუტოვა არავის გარდა გაერთიანებისა და ხო მახსოვს პირველი შეკრება ჩვენი ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა, ხო? მძიმე იყო ნამდვილად ატმოსფერო, არ იყო სასიამოვნო. ახლაც ხო ვაკვირდები, ანუ ყველაში ხედავ და გრძნობ ყველასგან რომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რატომ? რომ არ დაირღვეს ეს ერთობა და ამას ვგრძნობ ყველასგან. ვინაიდან ეს ისეთი ერთობაა, რაც ბიზინა ივანიშვილმა გვაიძულა რომ შეგვექმნა და ჩვენს უკან დგას ხალხის საზოგადოება, მედიის წარმომადგენლები და ამ ერთობიდან ნებისმიერი ადამიანი უარგუმენტოდ გასვლის პირობებში ჩემი პირადი აზრია უბრალოდ
პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდება, მინიმუმ დიდი ხნით. ახლა არ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრება. იმდენად კაფეო რა ხდება და ცხოვრებაში არსებობს ვითარება, როდესაც აგური რო დაგეცეს შემთხვევით თავზე, შემთხვევითობას ვერ დააბრალებ. აი რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი მქონდეს, ახლა მე რო დავტოვო პირადად ეს ერთობა, ხო? შეუძლებელი არის და ვის დააჯერებ რომ შენ არ ასე ვთქვა არ გიჩვიდა მოგამსათმა ბიძინა ივანიშვილმა ხო ამიტომ ეს ერთობა არის მტკიცე დარწმუნებული ვარ თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და აუცილებლად გავუფრთხილდებით და არ იქნება პოლიტიკური ამბიციები ასე ვთქვა პრევალირებული მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან როგორც დიდი პოლიტიკური პარტია გულისხმობ სხვებზე და არც იქნება და ამის გარანტორები ჩვენ ვართ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კომფორტული ერთობა იქნება მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს იმას რასაც საზოგადოება კარნახობს დიდი მადლობა მიკამელიას ქვეყანა ვახო არ ბიბინებს ვახო ქვეყანა ისე როგორც ბიძინა ივანიშვილს სურდა ხალხი ხო ხედავთ ის თვითონ დაპირებას აი წყალტუბოს ავაშენებდა წყალტუბოს რეაბილიტაცია ჩაუდა რამდენად ხელოვნური იყო ახლა გამოიწვია გასაგებია თქვენი აზრი დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის